Ოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დღეს პირველად გამოჩნდა კამერებთან, მას შემდეგ რაც მან გამოაქვეყნა საკუთარ სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები დემონსტრაციულად, რადგანაც ეს მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის წარუდგინეს ბრალი და მას სწორედ ამის შემდგომ გამოაქვეყნა ეს ფოტოები. შესაბამისად გაჩნდა კითხვა, ეს იყო თუ არა საჯარო მხარდაჭერა მისი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ და კითხვებით დაუსვით შესაბამისი ის არ ეთანხმება ქართული ოცნების მოქმედებას ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ თუ რას ნიშნავს ის, როდესაც ის აქვეყნებს ფოტომასალას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულს. მეუფე იაკობი ამბობს, რომ წლები აკავშირებთ ურთიერთობის ირაკლი ღარიბაშვილს და მას, ისინი მეგობრობენ და შესაბამისად ეს ფოტოებიც გადაიღეს ეპარქიაში, სადაც როგორც ჩანს ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა მეუფე იაკობთან სტუმრად. რაც შეეხება არსებულ საქმეს, მეუფე იაკობმა თავი არიდა ილაპარაკოს არსებულ საქმეზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს შეეხება და მათ შორის დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობს არ სურდა ესაუბრა საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დასაჯეს მამა დოროთე და მამა ილია. ირაკლი ღარიბაშვილზე მინდა რომ გკითხოთ. თქვენ ბოლოს პოსტი დადეთ მასთან გადაღებული ფოტო და მხარდაჭერა გამოუცხადეთ. რას ნიშნავდა ეს? პოსტი არ დაგვიდია, სურათები დაიდო. თქვენთან იყო ჩამოსული ირაკლი ღარიბაშვილი? მეგობრობდა და მეგობრები ვართ ჩვენ. და მხარს უჭერთ. რაც შეეხება საქმეებს, რომელიც დაიწყო კორუფციაში ადანაშაულებენ, ამბობენ რომ მილიონები მოიპარა. მასადი რამე არ გამიგია, არ გამიგია, მოპარვაზე არ გამიგია არა. არ მოგწონთ, რასაც ხელისუფლება უკეთებს ირაკლი ღარიბაშვილს? რას უკეთებს? ბრალი წარუდგინეს კორუფციასთან დაკავშირებით. არაბერია დაველოდოთ რა იქნება ნახოთ რა. რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა შეგხვდათ? ამ საქმეებთან დაკავშირებით არ გესაუბრა? არ გისაუბრიათ აფხაზეთზე? არა ეს რაზე უნდა ვისაუბროთ რა, სასაუბრო თემაც არ არის რა. არ მიგაჩნიათ სალაპარაკო თუ რა? არა, არავით არის რა. ისთვის გამოიყენა აბა ქართულმა ოცნებამ ეს საქმეები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ? პროკურორს კითხეთ, მე რას მეკითხებით მე? არ გჯერათ თქვენ რაც ამბობენ ღარიბაშვილზე? რას ამბობენ არ ვიცი რა, მე არა, რას ამბობენ არ ვიცი. მილიონების მოპარვაში მე გითხარით, ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები, მეტი რა გითხრა. აი ბოლო პერიოდში გადაღებული ფოტო დადეთ Facebook-ზე? თუ ძველი ფოტო დადეთ, მხარდაჭერა გამოუცხადეთ ღიად. ამის გამო ხომ არ გეტყვიან შენიშვნა საპატრიარქოში? მე? ვინ უნდა მისცა რა საპატრიარქოში? მეუფე იაკობმა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა არის სურვეს დღეს ესაუბრათ საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება ეს უშუალოდ მამა დოროთეს და მამა ილიას საკითხს. თუმცა დღეს ასევე სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა მამა ანდრია ჯაღმაიძე. სწორედ მის მიმართ არსებობს ახლა არაერთი კითხვა ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მამა დოროთემ გააკეთა, რომ ვერ შედგა კომისია და სწორედ არ შემდგარი კომისიის განჩინებაზე იქნა მოწერილი, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება მამა ილიასთვის ჩამოერთვათ მსახურება. სწორედ აღნიშნული კითხვები არსებობს ახლა და ვნახოთ არსებულ კითხვებზე რა პასუხები გაგვცა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. ეკლესიაში რაც ხდება, როგორია თქვენი პოზიცია მამა დოროთეს და მამა ილიას დასჯას ეთანხმები? სხვაგან არ მოგვეცემა თქვენი ჩაწერის შესაძლებლობა. შეგიძლიათ გითხრათ თქვენი პოზიცია საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობაზე? მამა დოროთესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. არაპატია საპატრიარქო მას კრიტიკული პოზიცია მხარდაჭერა მოქალაქეების? სპეციალური სკოლა გაქვთ გავლილი? როგორ ეხმაურებით იმ პროცესებს, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარეობს ახლა? იდევნება მამა დოროთე, მამა ილია. თქვენი პოზიცია არ მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით? პირველივე შეხვედრიდან დაწყებული ბოლომდე არც ერთი შეკითხვა ამ სასულიერო პირებთან არ ყოფილა, რატო აკეთებ რამე პოლიტიკურ შეფასებებს. არამედ იყო მხოლოდ ის, რატო აკეთებ შეურაცხყოფელ შეფასებებს და რატო აყენებ შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს. მუდმივად გვთხოვდა ჩვენ, რომ არ გაგვეკეთებინა წინა საარჩევნო პოლიტიკური შეფასებები, რადგანაც ეკლესიას დიდი გავლენა აქვს და არ გამხდარიყავით მხარე.
რომ ჩვენ ვაშენებთ სეკულარულ სახელმწიფოს და ეკლესიამ არ მიიღოს ამაში თავისი შეხედულებისამებრ არ მოახდინოს გავლენა საზოგადოებას. მსგავსი განცხადებები, რომელიც პოლარიზებას იწვევს საზოგადოებაში, არ უნდა ხდებოდეს სასულიერო პირებისაგან. იმას, როდესაც სახელმწიფოს პრინციპია, როდესაც მოქალაქეებზე ძალადობენ, იგივე სამართალდამცველები, რომლებიც არც კი დასჯილან. ბევრი განცხადება. ეკლესია დუმს. არაფერი არ დუმს ეკლესია. ხომ არ არის სეკულარული არაფერი სახელმწიფოს არ დუმს პრინციპი. ეკლესია. სად იყო დოროთე, როდესაც პატრიარქს ლანძღავდნენ 2017-2019 წლებში. ყველაზე მეტად მაშინ ჭირდებოდა საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციას დაცვა. ერთი არ გვახსოვს მისი გამოსვლა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადება. ეხლა როცა პატრიარქს აღარ ჭირდება დაცვა, ეხლა გაახსენდა მას, რომ და ეხლა გაახსენდა ის მომიტინგეები. სად იყო მაშინ? იქ რო ვიდექით გაშვეთთან და რო ეხმარებოდეთ ამ ხალხს. მამა ანდრია ჯაღმაიძე საუბრობს სეკულარულ სახელმწიფოზე იმ ფონზე, როდესაც მაგალითად სხვადასხვა დღესასწაულებზე ჩვენ ხედავთ ხოლმე ეკლესიაში ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად იგივე ანდრია ჯაღმაიძეს სხვა სასულიერო პირებს და ხედავთ ამბიონიდან სხვადასხვა სასულიერო პირის მხრიდან ხელისუფლების სასარგებლო განცხადებების გაკეთებასაც, თუმცა ეს სასულიერო პირები არ დასჯილან, იგივე მეუფე სტეფანე, რომელსაც ამბიონიდან არაერთხელ უქადაგია პოლიტიკური განცხადებები ქართული ოცნების სასარგებლოდ, თუმცა ეკლესიაში ისჯებიან ის სასულიერო პირები, რომლებიც ხელისუფლებას ამხელენ.